ყინვებია უკრაინაშიც, თუმცა მესამე კვირაა პოლიტიკური ტემპერატურა არ იკლებს. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ევროკავშირი უკრაინის მთავრობასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე მუშაობას აჩერებს. ოფიციალური ვაშინგტონი კი ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობას პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. დღეს ევრომაიდანზე შეკრებილებს ამერიკელმა სენატორებმა მიმართეს. ჯონ მაკეინმა პროტესტის მონაწილეებს შტატების სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა. Не тільки серед цього мільйона. Слово має сенатор Кріс Бен. შეერთებული შტატების კონგრესი დგას უკრაინელი ხალხის გვერდით. ახლა ერის წინაშე არჩევანის თვალსაზრისით ისტორიული მომენტი დგას. არჩევანი წარსულზე ან გონიერი არჩევანი მომავლისკენ. უკრაინის მომავალი ევროპასა და შეერთებულ შტატებთან ერთადაა. ასევე შეერთებული შტატები დგას უკრაინის გვერდით. აქ შეკრებილი ახალგაზრდა ადამიანებისთვის მე მაქვს განსაკუთრებული გზავნილი. ცვლილებების გზა მშვიდობიან პროტესტზე გადის. Привіт, Україна! Немає потреби перекладати. I am a Republican. გამარჯობა უკრაინა, მე რესპუბლიკელი ვარ, სენატორი მერფი კი დემოკრატია, თუმცა ჩვენ აქ ერთად ჩამოვედით, რომ ვისაუბროთ ამერიკელი ხალხის სახელით, რომ გამოვხატოთ სოლიდარობა. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ თქვენი მშვიდობიანი პროცესი და მშვიდობიანი პროტესტი შთააგონებს თქვენს ქვეყანას და დანარჩენ მსოფლიოს. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ დავიცვათ თქვენი პროტესტის გამოხატვის უფლება, რადგან უკრაინის მომავალი უნდა იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი. თქვენი ადგილი გაერთიანებულ ევროპაშია. უკრაინას შეუძლია ევროპა უკეთესი გახადოს და პირიქით ევროპას შეუძლია უკრაინა უკეთესი გახადოს. თავისუფალი მსოფლიო თქვენთან არის. ამერიკა თქვენთან არის. Європу кращою, а Європа зробить Україну. ევროპასთან სამომავლო ურთიერთობაზე გუშინ განცხადება გააკეთა უკრაინის პრემიერმა ნიკოლაი აზაროვი ამბობს, რომ ამ მიმართულებით მუშაობა უნდა მოხდეს, თუმცა კიევს რამდენიმე პირობა აქვს შესასრულებელი. მათ შორის ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება და კანონი სექსუალური უმცირესობების თანასწორ უფლებიანობისთვის. აზაროვმა კითხვაც დასვა, არის თუ არა უკრაინელი ხალხი ამისთვის მზად. მსგავსი განწყობები საქართველოშიც ძლიერდება. სოციალურ ქსელში ბოლო დროს გავრცელდა ვიდეო მასალები, სადაც სალვადორ დალის ცნობილი ტილო, გეოპოლიტიკური ბავშვი, ანტიდასავლური სიმბოლიკით და განსხვავებული ინტერპრეტაციებით არის წარმოჩენილი. რა კავშირშია დალი დასავლურ და ანტიდასავლურ იდეებთან საქართველოში და რა არის დასავლეთის საწინააღმდეგო ემოციების მიზეზი ჩვენ ქვეყანაში? კითხვებზე განსხვავებული მოსაზრებები ლევან ღირსიაშვილმა მოისმინა. ეს სურათი სიმბოლურია. ამ სურათს მნიშვნელობა აქვს ნატოს ხელმძღვანელობისთვის და არა მარტო ნატოს ხელისუფლებისთვის. ნახატზე გამოსახული ქალბიჭა ჰემოფროდიტის მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი მიუთითებს კავკასიაზე. სახეზე აი ამ გემოფროდიტს ეტყობა მისი შიში, მისი განწყობა მაინც და მაინც გახარებული არ არის, სადაც თიც მიუთითებს ის საქართველოზე და მე ჩემთვის მე საქართველოს ფიქრობ კავკასიაზე თავისთავად. ეს ინტერპრეტაციების თემა თავიდან ბოლომდე ხა ძალიან ნაკლებად სამარაუდოა, რომ დალის თქვათ ქონდა აი ეს სქემა, ესეთი სახი. პრინციპში როგორც არის დასაბუთება მოცემული, პრაქტიკულად ჩათვალეთ, რომ ნებისმიერი რაღაცა რომ აჩვენოთ, მსგავსი შემიძლია მე დაგიწეროთ ანალოგიური ზუსტად ის აზრები, რაც იქ არის, ხო? რაზეც იქ არის მსჯელობა საინტერესოა, მაგრამ ეს არ წარმოადგენს არანაირ დასაბუთებას. Сюрреализмо. ის რაც დანაშაულებები მოხდა ჩადენილი აი ამ ასე ვთქვათ ომების მიერ, რომელსაც აწარმოებს ამერიკა და მე მინდა ვთქვა, რომ საქართველოში მოხდა პუტჩის გარკვეული მონაწილეობა ამერიკასაც მიუძღვის 1992 წელს, როდესაც ჯორჯ ბუშმა უფროსმა პირდაპირ მიუწოდა საქართველოში ნომენკლატურას, კომუნისტურ ნომენკლატურას, ედუარდ შევარდნაძეს მაფიას, რომ დაემხოთ კანონიერი ხელისუფლება. დასავლეთის ფასეულობებს როგორც ადამიანი ხედავდა, გარდა კეთილდღეობისა ხედავდა თქვა ადამიანის უფლებების საკითხში მნიშვნელოვან წინსვლას და წინა ხელისუფლება პრაქტიკულად, როდესაც ძალიან ბევრი უფლება შელახა.
რაც ეხება ადამიანის უფლებებს და დასავლეთმა ასე ვთქვათ ამაზე რეაგირება არანაირი რეაგირება პრაქტიკულად გარდა ამ ტერმინებში რომ შეშფოთებულები არიან და ექსპორტებულები არიან ვერ მოახდინა ამან გამოიწვია იმით გასწრება ძირითადად როდესაც ლაპარაკია ანტიდასავლეთზე და დასავლეთზე როგორც რაღაცა ეშმაკილობდა შემდეგ ეს ძირითადად როგორც წესი ესე იგი მე ყოველ სხვა შემთხვევა არ ვიცი ეს არის იზოლაციონიზმის მიმართული მოქმედებები ყველა მონაწილეობად რაც ამათ ქნეს 2007-ში 26 მაისს 2011-ში არც ერთი ხმა არ საიდან ხმა არც ერთ ძანხილი არ ყოფილა The President of Georgia ეს ფაქტია როდესაც იქ პროვოკაციულად ვიღაცამ ორიოდე სიტყვა 17 მაისს რო გააკეთა იმ წუთას აკვირდა მთელი ასე ვთქვათ ევროპა და ევროსტრუქტურები ევროკავშირი არ მალავს თავის პოზიციას რომ ის ითხოვს სანამ ევროკავშირში გაწევრიანდება იმ საკითხებს რომ არ უნდა იყოს ეროვნება არ უნდა იყოს სარწმუნოება პრობლემები კიდე დაკავშირებულია გლობალიზაციასთან, რომელიც პრინციპში კულტურულ გლობალიზაციაზე გულისხმობს ამ შემთხვევაში, რომელიც გულისხმობს, რომ ყველა ესე იგი ინტეგრაცია უნდა მოხდეს მთელი მოსახლეობის, მსოფლიო მოსახლეობის და ხელშემშლელად ამ ინტეგრაციას მათ მიაჩნიათ, თქვათ, განსხვავებული რელიგია, განსხვავებული ენა და ასე შემდეგ. კიდევ ამბობ, ეს სერიოზული დაწვრაა თვითმყოფობაზე, იმიტომ რომ ადამიანი როცა კარგავს ის საიდენტიფიკაციურ ნიშანს, ის უკვე არაფერი არ ხდება, არავინ არ ხდება. კულტურები იცვლება კი, ხო რა თქმა უნდა, სხვა არის რა, მაგრამ ყველაფერს თავი დავანებოთ. ესე კორეული საჭმელი ამერიკაში არის სხვა ვიდრე კორეაში. ესე იგი, ვერაფერს გავს ვერ ნახავთ რა, ყოფილიყო კორეულ რესტორანში, რომელიც ძალიან მოგწონთ, ხო? იმას ვერ იპოვეთ სეულში. არ არის. უბრალოდ ეგეთი საჭმელი იქ არც არ არის რა. იცვლება რა თქმა უნდა ძალიან დავალებულია აი მაგალითად ჩინური სამზარეულო გლობალიზაციისაგან იმიტომ რომ ესეთი მრავალფეროვანი და ესეთი შეკრებილი გახდა მას მერე რაც ჩინური კულტურა გავრცელდა ის უკვე რა თქმა უნდა კულტურები იცვლება მაგრამ არც ერთი არ ხდება ზვიად გამსახურდია საკ ასეთი ინტერვიუ 1992 წელს Народная правдаში მისცა у животных нет национальности ოფიციალური დასავლეთი მხედველობაში მაქვს ხელისუფლებანი და არა ხალხები. ებრძვის ყოველგვარ ეროვნულ მოძრაობას. მათი მიზანია გაანადგურონ ერისნება საერთოდ და შექმნან ერთიანი მსოფლიო კონგლომერატი, სათავეში მსოფლიო ხელისუფლებით. ამ მსოფლიო მთავრობამ უნდა განაგოს ქვეყნიერება და დაამყაროს ეგრეთ წოდებული ახალი მსოფლიო წესრიგი. ახალი მსოფლიო წესრიგის არსია განადგურება ყველა სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა, გენოციდი ამ ქვეყნების მოსახლეობისა და საბოლოო დამორჩილება მთელი პლანეტისა. ზვიად გამსახურდია. ამ დღეს ამ დინამიკაზე, სადაც წინამართა აჩვენილები თავისუფლებიანებენ, სადაც სულმნათი მერაკ პოსტავა გადმოგწელის სენსიტიური საქართველოდან. სადაც ილია მართალი დამსკერის ჩვენ, ჩვენ მიერვე ნამებული ილია მართალი. ანუ და განო. ქართველიერი ქრისტეს მძნელი გრილოდა. ისტორიის ერთიანი გზაზე და მე მინდა შეგახსენოთ იგავი იოანეს სახარებისა, როდესაც მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე გამოიყენეს ებრაელი ხალხის წინაშე, რომაელებმა და მისმა ნანგელებმა ისრაელს ჰქონდა წესშეულება. სიკვდილით დასჯილი ერთ-ერთი ადამიანი ამ დღეს ისრაელისათვის წმინდა დღესასწაულის დღეს უნდა მიეტევებინა ხალხისათვის. მაშინ რომაელთა ხელისუფლებამ მიმართა ისრაელის ვინ მოგიტევო და დაუვენა წინ ქრისტე მესგასი და ბარაბა ავაზაკი. მაშინ იხულა ისრაელის ერმა ვასაცვეგე და მოგვიტევე ბარაბა, მოგვიტევე ავაზაკი და ის ავაზაკი გულში ჩაიბრუნა და ვახტად გაუშვა ქვეყნად მოვლენილი მესია მესგასი.
ასე ჩვენს წინაშე გამოიყვანა დიდი ილია და გამოიყვანა ავაზაკი. ჩვენ ავირჩიეთ ავაზაკი. ჩვენ უარყავით დიდი ილია და ჩვენ ვიარასწორებთ მას. და იქ დადგა ჟამი ჩვენიდან თავისუფლებისა. ჩვენ მივიღეთ თავისუფლება, მაგრამ ბარაბას გზით. ბარაბას გზა ავირჩიეთ და ეს თავისუფლება თუქალმა ისე წაგვაქვა მიტოვინა და დაგვატეხა თავს არნახული საშენი, რომელიც 70 წელია ვანადგურებს. აი ამის გამო მივიღეთ ძმანო, რამე თუ არ ვყავით ქრისტეს მოვლენილი კაცი, მესიას მოვლენილი კაცი, დავირჩიეთ ბარაბა ავაზაკის სოციალ-დემოკრატიის და მსგავსთამის გზა. აი ვიზები ჩვენი კატასტროფისა. აი შეგასწავლო. აი და დემოკრატიისა, აი და ჭეშმარიტებისა და უმანქოლებისა. აი და აშავებისა და მსარგებლობისა. აი და ტერორიზმისა. ეკლესია პრაქტიკულად აღმოჩნდა ერთადერთი ამ შემთხვევაში უახლეს ისტორიაში ერთადერთი დამცველი იმ ღირებულებების ისეთი ღირებულებებისა რაც არის ქართველისთვის და ეს არის მართლმადიდებლური ღირებულებები მნიშვნელოვანი თუ ტრადიციებს და ენას ნიველირებას გაუკეთებთ პრაქტიკულად თქვენ ურტყავთ იდენტიფიკაციაზე ეროვნულ იდენტიფიკაციაზე ნებისმიერ ქვეყანაში რომ ეს გააკეთოთ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს ხო თუ თქვენ შეტევას ახორციელებთ ენაზე და მის ტრადიციებზე ადამიანი იდენტიფიცირების გარეშე ხდება ანუ თავის თვითყოფადობას უკვე ის ვეღარ ხედავს ამიტომ ეკლესია აღმოჩნდა ის ინსტიტუტი რომელმაც ეს შეინარჩუნა მაქსიმალურად შეინარჩუნა მე არ ვიცი რას ხადაგებენ ეს ყოფილაპირ არის არა ხა რასაც ხადაგებენ იმას იღებს ხო ბევრი მაგრამ რაც არ ხადაგებდნენ ესე იგი იმდენად რამდენადაც ეს ძალიან პატარა რაოდენობის ადამიანების თავებშია მე არ მგონია რომ ამ შემთხვევაში ამას ძალიან მნიშვნელობა ქონდეს უსაფრთხოება არის განათლების სისტემა და განათლების სისტემის კონცეფციის დამწერი ადამიანები რასაკეთებენ არ ვიცი იმიტომ რომ შენ წავხვიდე და ჩამოიტანო თქვა იქიდან ანიშნულა გინდა ამერიკიდან გინდა ინგლისიდან განათლების სისტემის იდეოლოგიზაციას იდეა ვერ ჩამოგა გადმოტანა რაღაცა გამოცდილების ესე პირდაპირ არ შეიძლება მე მაგალითად მითხრეს რომ პირველი რეკომენდაცია რომელიც ამერიკელებმა შემოგთავაზეს ჩვენ საშუალო სკოლის განათლებაში რაც მე მითხრეს რომ დაახლოებით ჩვენ რო სწავლობდით მე თქვენ ეს იყო მე-4 კლასის დონემდე ანუ დამთავრებული ბავშვი დაახლოებით ცოდნა ექნებოდა რაც მე და თქვენ მე-4 კლასის დროს ჰქონდა ოღონდ ეცოდინებოდა თან ინგლისური ორი რამეა რომ ერთი რომ ანტიდასავლურობა დასავლურია და მეორე ანტიდასავლურობა ყოველთვის კონტექსტუალური ანუ ყველა ქვეყანაში ანტიდასავლურობას თავისი პოლიტიკური მიზნები და ამოცანები აქვს